თუ მეშვიდე, თუ ბავშვი იზრდება სირცხვილის გრძნობით, ის სწავლობს იყოს ყოველთვის დამნაშავე. ანუ ესეც მსხვერპლის როლია. სურო თავი დამნაშავე გგონია, ხარ დამნაშავე, არა ხარ დამნაშავე, მაინც გგონია თავი დამნაშავე. აი ეს ბავშვობაში იდება იმითი, რომ სულ არ ცხვენენ ბავშვს, არ გცხვენია როგორ იქცევი. აი ეს თქვენ ვინ ბიჭზეც ლაპარაკობ, იმა დარწმუნებული ვარ, სულ ეუნებია, რომ არ გცხვენია როგორ იქ. აი ეს არის საშინელება, შერცხვენა. ის სწავლობს აი ამ ზედმეტ იმას, ესე იგი, რომ იყოს ყოველთვის დამნაშავე, გადადის ამ მსხვერპლის როლში და ყოველთვის მოიზიდავს მე ეგეთ სიტუაციებს, სადაც აი დაუმსახურებლად ატკენენ გულს, დაჩაგრავენ, მე ის უფრო გაბოროტდება, უფრო და მე კრიმინალები ეგრე ხდებიან, მე რაღაც საშინელებას გააკეთებ, იმიტომ რომ აღარ შეუძლია სამყაროსგან რამდენი წნეხი, ხო? დანაშაულის გრძნობის გაღვივება ადამიანში და სირცხვილის გრძნობა ეს ორი რამ არის, რითაც ხორციელდება კლასიკური ტიპის манипуляცია ადამიანს. ეს არის აი манипуляცია, თან ცუდი ხარისხის და შინაარსის და არ ვარგა. შეიძლება დააფიქსიროთ ეს თქვენს ცხოვრებაში, რომ გამოგივიდათ უნებლიეთ ეს ამბავი, რომ ეხლა ადანაშაულებ იმას, აიძულებ რომ დამნაშავის სინდრომი გაუჩინო. ძალიან მძიმედ მოქმედებს. დედები ანხორციელებენ ხშირად ამას. იქიდან გამომდინარე, რომ დედა უფრო არის, ხო, აღზრდით დაკავებული ვიდრე მამა, ხო, ბუნებრივი არის. და ამ ტრამვას იღებენ ბავშვები დედისგან. და მე იმათ უჭირთ რა, იგივე მეუღლესთან ურთიერთობაა რა, იმიტომ რომ დედასთან ეს აქვს ნასწავლი, რომ ეს სულ დამნაშავე იყო. ხო, რაღაცას ისე ვერ აკეთებს, სულ რაღაც უნდა შეესაბამებოდეს. რაღაც სულ არ ვარგა, ხვდებით და მე დიდობაშიც არის ეგ და ძალიან უკან დახეული პოზიციები აქ არ არის სწორად აღზრდილი მამაკაცი. მამაკაცის აღზრდას სჭირდება ცოდნა. მამაკაცი როგორც წესი თუ საკუთრებული ცოდნა და მადლი არ აქვს ქალს, ქალი ვერ ზრდის. ვერა, კაცი აუცილებელი, მამა აუცილებელი. გამიგეთ და არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ ეს ალბათ ცალკე კიდე სფეროა და თემაა, რომ აი კარგი მამაკაცები როგორ უნდა გაიზარდონ ამ ქვეყნის სამსახურში და რა ვიცი მოყვასის სამსახურში. ეს არის ცალკე სფერო, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ დიდი ყურადღების მიქცევა არის საჭირო. იმიტომ რომ დღეს მithumetes ტენდენციაა ისეთი, რომ ყველა კარგავს თავის ფუნქციას ლამის, ხო? მამაკაცი თავისას, ქალი თავისას და აღრევა ხდება, ხო? და რაღაცა მოკლედ დომ ხალხში ვარ. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი არის და ამასაც საფუძველი ეყრება ამ აღზრდის პირობებში, მეგობრებო.